ვაგრძელებთ ეთერს მაყურებელმა უკვე მოისმინა პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაციაზე ინფორმაცია და ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, გირჩევთ რომ დაგვითმოთ დრო და ერთად მოვისმინოთ რა კრიტერიუმებით უნდა შეარჩიოთ სკოლა. რა კითხვები უნდა დავსვათ მშობლებმა, ვიდრე პირველ კლასელს სკოლას მივაბარებთ და ნინო მჭედლური რა საკვირველია. ტრადიციულად სანამ სიტყვა წავართვი მირჩევნია მას გადავწე შემოგვიერდა სტუმართან ერთად კიდევ ერთხელ დილამშვიდობის მათთვის ვინც ახლა შემოგვიერთ და გავაცილეთ ბოლო გზაზე სკოლის მე-12 კლასელები თუმცა ახლა უნდა ისევ გადავინაცხოთ პირველ კლასელებთან რა თქმა უნდა ეს არის უწყვეტი წრე და ჯაჭვი რომელიც საბედნიეროდ არ სრულდება არასდროს და ყოველთვის კიდევ არიან მოსწავლეები რომლებიც პირველად გავენ ფეხს საქართველოში სამწუხაროდ არ არსებობს რაიმე ტიპის რეიტინგი, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებდნენ მშობლები და მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ სკოლაში მიიყვანონ შვილი. ოფიციალური რეიტინგები არის? არაოფიციალური არის. კი და ეს არაოფიციალური უმეტესად არის ნაცნობი, მეგობარი და გარშემომყოფები, რომლებსაც ეკითხებიან და მათ პრაქტიკულ გამოცდილებას ითვალისწინებენ. ხშირად არ ამართლებს ეს მეთოდი, იმიტომ რომ საზოგადოება კარგი სკოლის სტანდარტზე შეთანხმებული არ არის. ამიტომ ყველა მშობელს თავისი ხედვა აქვს თუ რას მოითხოვს კონკრეტული სკოლისგან. ანუ როგორ არის დალაგებული პრიორიტეტები. მეტიც ოჯახში რამდენიმე ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა ერთისთვის რაც მისაღებია, მეორისთვის მეორე ვერ ერგებოდეს იგივე გარემოს. მე მესმის რომ მშობლების უმეტესობას ალბათ არჩეული აქვს უკვე სკოლა, რადგან მოახლოებულია ონლაინ რეგისტრაცია, როგორც აღნიშნეთ, ზეგიდან 22 მაისიდან დაიწყება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, დაისვა თუ არა ის კითხვები, რაც აუცილებელია სკოლის ანდობის შესამოწმებლად. ბუნებრივია. დავინტერესდით, რას ფიქრობენ უკვე გამოცდილი მშობლები ამ მიმართულებით და როგორ შეარჩიეს თავად მათ თავის დროზე სკოლა. მოვისმინოთ ქუჩის გამოკითხვა და შემდეგ მათ მაგალითებზე უფრო გაგვიადულდება ჩემი აზრით ამ საკითხზე მსჯელობა. თქვენ რა კრიტერიუმებით შეარჩევთ სკოლას, რა კითხვებს დასვავთ, რას გაითვალისწინებთ? საჯარო სკოლაში სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ მიყვანას. პირველი კრიტერიუმი არის დროის კუთხით ვერ ვახერხებთ, რადგან საჯარო სკოლების შეზღუდული გრაფიკი არის სამსახურებიდან, ამიტომ იძულებულები ვართ კერძო სექტორში გადავინაცვლოთ და პირველი არის დროის გრაფიკი, არის ის, რომ ტერიტორიულად ლოკაცია უნდა იყოს მისაღები ჩვენთვის, ის, რომ ბავშვისთვის არსებობდეს ჯანსაღი გარემო, ანუ პირველ რიგში პირველი კლასისთვის მეგობრული გარემო, სიტუაცია, პედაგოგების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, ყველაფერი ერთად აღეული ფასთან შესაბამისობაში უნდა იყოს და თუ ვნახავთ ასეც, ახლოობაში რა თქმა უნდა. გეოგრაფიას ჰქონდა მნიშვნელობა სად მდებარეობდა სკოლა. რომ ბავშვმა დიდი დრო არ დაადაროს გზაში. კიდევ იყო რამე რაც დაინტერესდით თვითონ სკოლაში? რა თქმა უნდა, მასწავლებელი, გარემო და ასე შემდეგ. Ну, რამდენად ჯერ პრესტიჟულია სკოლა და მე რა თქმა უნდა, რამდენად ძლიერი პედაგოგები ყავს სკოლას. თავის დროზე, როდესაც არჩევდით სკოლას, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ? სკოლა, რავი, ახლოს უფრო და სანდო სკოლა. ნაცნობებიდან რო ვიცოდი, რომ კარგი სკოლა იყო, ვენდე ნაცნობებს. სხვადასხვა დახასიათებები, რეკომენდაციები გავითვალისწინე და მე თვითონ სკოლაში მუშაობ და უფრო მეტად ვარ ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით. აი რა კითხვები უნდა დასვა მშობლებმა თქვენი აზრით, როდესაც ბავშვი ემზადება სკოლაში? უსაფრთხო გარემო უნდა იყოს სკოლაში და რა თქმა უნდა კვალიფიცირებული პედაგოგები. უსაფრთხო გარემო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ბედნიერი ყოფილიყო თვითონ კლასში. მნიშვნელოვანი იყო ყოფილიყო მისთვის სასურველი გარემო. ბავშვი კარგად ეგრძნო თავი. რა ვიცი, ყოფილიყო თბილი დამოკიდებულება როგორც მასწავლებლებისგან, ურთიერთობების თვალსაზრისით, რამდენად უსაფრთხოა ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გაჟღერდა რამდენიმე, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, დასახელდა ის გარემოებები, რაც მოქმედებს სკოლის შერჩევის დროს. მე მინდა გადავინაცვლო ჩვენ სტუმართან განათლების საკითხებში სპეციალისტი ნანა მონიავა ჩვენთან ერთად და პირველი რაც მინდა კითხოთ, უშუალოდ ამ თემასთან პირდაპირ ვისაუბროთ, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როდესაც იწყებს სკოლის შერჩევას. Ну, ეხლა, როდესაც სიუჟეტს ვუსმენთ, გაცრავთ მოგესალმებით ყველას. მინდა მივულოცო ყველა მე-12 კლასელს დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და დაუბრუნდეთ ჩვენ საკითხს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ თქვეს მშობლებმა სკოლის არჩევასთან დაკავშირებით
და უპირველესი ალბათ უსაფრთხო გარემო არის მნიშვნელოვანი თითოეული მშობლისათვის. რა თქმა უნდა, ანდობენ რაღაც ახალ გარემოს მიდის ბავშვი და ნამდვილად უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს. პირველკლასელია, მეხუთე თუ მე-12 კლასელი და ეს მნიშვნელოვანია რომ გავარკვიოთ. თუმცა საინტერესოა უსაფრთხოებაში რას მოიაზრებს მშობელი. ის რომ არ სციოდეს, ის რომ არ უყვიროდნენ, თუ ის რომ მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო იყოს. ჩემთვის უსაფრთხოა გარემო, როდესაც მასზე ზრუნავენ. არა მხოლოდ ის რომ რაიმე არ ეტკინოს, არამედ ზრუნავდნენ იმაზე რომ განვითარდეს. ეს რა თქმა უნდა ზოგადად ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ როდესაც მშობელი ფიქრობს სკოლაზე ინტერესდებოდეს რა ხდება სკოლაში როგორ ვითარდება ის სკოლა სახელიანი პრესტიჟული სკოლები რატომ არის ის სკოლა პრესტიჟული თუ უბრალოდ ტრადიციაა და ვიცით რომ ის არის ასეთი სკოლა და გინდა თუ არა ეს ასე იქნება ყოველთვის ალბათ უნდა დასვას კითხვები რა შეიცვალა. აი, აქვე ჩაგეკითხებით, ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, პრესტიჟულობა სწორედ იყო ის მიზეზი, რის გამოც მიიყვანას ბავშვი კონკრეტულ სკოლაში და თქვა, რომ არგუმენტი იყო ასეთი, რომ რადგან პრესტიჟულია, ის ზრუნავს, რომ კარგი და მაღალკვალიფიციური მასწავლებლები ყავდეს და შესაბამისად სწორედ ეს ხდის პრესტიჟულს. ამიტომ მე ვენდობი ამ სკოლას ამ კუთხით. და როგორ უნდა გადაამოწმოს მშობელმა, კვლავ პრესტიჟულია თუ არა, წლებთან ერთად როგორ შეიცვალა? დიახ. იცით, ალბათ უნდა დაინტერესდეს რა ხდება სკოლაში. რა სიტუაცია, რა ურთიერთობებია, რა კეთდება სკოლაში, რა აქტივობებია, რა პროექტებია, როგორ თანამშრომლობს სკოლა თემთან, იმ უბანთან, სადაც არის, ვინ არიან იმ სკოლაში მოსწავლეები, მხოლოდ იმ უბნის ბავშვები თუ სხვადასხვა უბნიდან მოდიან, რამდენად კეთილგანწყობილია ამ სკოლაზე როგორ ზრუნავენ თვითონ მშობლები. იცით, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სკოლას მხოლოდ მასწავლებელი არ ქმნის და ვერ ქმნის. ვერც ადმინისტრაცია. სკოლას ქმნიან ის მოსწავლეები და მშობლები. მშობელს აქვს უდიდესი როლი თუ ის ამას გაიაზრებს. მშობელმა უნდა იფიქროს, როგორი სკოლა უნდა მის შვილს, სად იგრძნობს ის თავს კარგად. ჩემთვის პრესტიჟულია ის სკოლა, სადაც ჩემი შვილი ბედნიერია. და ალბათ ის ადამიანები, ვინც მის ბედნიერებაზე, მის განვითარებაზე ზრუნავენ, ვისთვისაც სულ ერთი არ არის, რა აწუხებს, რა უხარია ჩემს შვილს, ალბათ ის არის პრესტიჟული ჩემთვის. ესე ფიქრის დონეზე ალბათ ყველა ასე ვფიქრობთ, მაგრამ რეალურად ეს პასუხები საიდან უნდა მოიძიოს მშობელმა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც ალბათ პედაგოგის მზრუნველობის, მისი რაღაც უნარების, აი ეს ამბები ვრცელდება, ასე ვთქვა და ასე წყვეტენ მშობლები, სად მიიყვანონ რომელ სკოლაში და რომელ პედაგოგს ანონ თავიანთი შვილი. ნაცნობებისგან. აი ეს კონკრეტული პასუხები თქვენ რომელ კითხვებსაც ასახელებდით, სად მოისმინოს მშობელმა? ალბათ სკოლაში. აი ადმინისტრაციასთან უნდა მოხდეს გასაუბრება. ადმინისტრაციასთანაც აუცილებლად, მასწავლებელთანაც. ანუ ძალიან ხშირად უნდათ რომელიღაც მასწავლებელი, მაგრამ არც უსაუბრიათ ამ მასწავლებელთან. სახელი აქვს, კარგი სახელი აქვს, მაგრამ არ იცნობენ მასწავლებელს. შეიძლება ჩემი შვილისთვის იმ მასწავლებელს საერთოდ რო შეხედოს არც მოუნდეს იმ მასწავლებელთან. ამ დროს შესაძლოა ძალიან კარგი მასწავლებელი იყოს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ მოსწავლე, როდესაც ანუ არჩევანს როდესაც აკეთებს მშობელი, მივიდეს იმ სკოლაში და ნახოს ბავშვთან ერთად ის გარემო, როგორ იგრძნობს იმ გარემოში თავს, როგორ მოეფერებიან, ან როგორ განუმარტავენ რა კითხვებს, როდესაც დასვამს, რამდენად მიიღებს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც მას აინტერესებს. ხო, იმიტომ რომ მე არ მეგულება არც ერთი სკოლა და არც ერთი პედაგოგი, როდესაც მიხვალ გასაუბრებაზე მშობელი, თუნდაც ბავშვთან ერთად და ის რამე ისეთ ინფორმაციას მოგცემს, რაც ჩვენთვის იქნება მიუღებელი.
მე მგონია რომ ყველა ცდილობს თავის სკოლა უფრო კარგად წარმოაჩინოს და წარმოადგინოს ბავშვთან და მშობელთან და ბუნებრივია ესეთ დროს მშობელი რასაც ვაკეთებ ისაა როგორ ურთიერთობს პოტენციური პედაგოგი ჩემს ბავშვთან ანუ რა ფორმით ცდილობს ჩემი შვილი რომელსაც არ იცნობს ჩართოს პირველ რიგში ურთიერთობაში პირველად შედგეს მასთან კომუნიკაცია დიახ იცით რა არის როდესაც მშობელი ესაუბრება ადმინისტრაციის წარმომადგენელს მასწავლებელს და სხვა მშობელს თუ ერთსა და იმავე კითხვაზე განსხვავებულ პასუხებს ღებულობს, ესე იგი იქ რაღაც არ არის ისე, ალბათ როგორც წარმოაჩენენ. და თუ ერთიანი მიდგომა, ერთიანი პასუხებია, ну ხლა მსგავსი შინაარსის, ალბათ სანდოობა უფრო მეტი იქნება ამ სკოლის მიმართ. საით არის გეზი სკოლის ალბათ ეს არის რა ესეყარება მათი ესე ვთქვათ იდეოლოგია რა ორიენტირებულია განვითარებაზე და რამდენად ორიენტირებულია იმაზე რომ მისი მოსწავლე ბედნიერი იყოს ანუ იცით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ სკოლა რა თქმა უნდა მოსწავლის მომავალზე ფიქრობდეს მაგრამ სკოლა უნდა ფიქრობდეს იმაზე რომ იმ დროს როდესაც მოსწავლე არის სკოლაში გრძნობდეს ძალიან კარგად თავს რომ ის სწავლა იყოს მისთვის სახალისო და არა რაღაც ტანჯვა რაღაც ზედმეტი აი სტრესი ხო რომ ის რომ ეხლა თუ ისწავლე მომავალში კარგად იქნები არა აი ახლა იქნები ძალიან კარგად ახლა უნდა იყო ახლა უნდა ღებულობდეს სიამოვნებას იმიტომ რომ თუ სიამოვნებით და ემოციურად პოზიტიურად არის იმის მიმართ განწყობილი მოსწავლე რა პროცესებიც მიმდინარეობს თავისთავად ძალიან ადვილად ისე შემოესწავლება ყველაფერი რომ რა ვიცი და მშობელიც ბედნიერი იქნება ძალიან ბევრი ასახელებს გეოგრაფიას, რომ უპირატესობა ენჭება იმ უბანს, სადაც ახლოს, სადაც ცხოვრობენ და შესაბამისად ნაკლები კი, რა თქმა უნდა, ხარჯი არ არის გზაში, ასევე მომდევნო წლებში დამოუკიდებლად შეძლებს ბავშვი რო სკოლაში იაროს. მე მაინტერესებს როგორ გადავანაწილოთ პრიორიტეტი. თუ ამ სკოლისგან ვერ მივიღეთ შესაბამისი პასუხები, სასურველი პასუხები და ვერ აკმაყოფილებს დანარჩენ კრიტერიუმებს მაინც გადავწყვიტოთ თუ არა რომ რადგან ჩვენს უბანშია ბავშვმა იაროს ამ სკოლაში. იცით საკმაოდ ბევრი სკოლა არის ასე ვთქვათ უბნებში. ეხლა თბილისის მაგალითზე რომ ვთქვათ მე ვერ წარმომიდგენია რომ უბანში არ იყოს ერთი სკოლა, ну ორი სკოლა მაინც ისეთი, სადაც ბავშვზე ზრუნავენ და იცით, ყველა სკოლაში არის ისეთი მასწავლებელი, რომელიც უფრო მეტად ზრუნავს და რომელსაც შეიძლება რაღაც ცოტა ნაკლები რაღაც დამოკიდებულება ჰქონდეს ზრუნვის. მით უმეტეს დაწყებით კლასებში ნაკლები არის ესეთი გულგრილი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ და მე რა ვიცი ახლა ვფიქრობ რომ რისკი იმის რომ ვაიმე რა ეშველება და თუ დაუშვათ გინდა თუ არა ჩემ უბანში არ არის და გინდა თუ არა 3 საათი და 2 საათნახევარი საცობში უნდა დავხარჯო მე ვფიქრობ იმდენად დიდ სტრესს ღებულობს ბავშვი ამ დროს რომ არ ხიც მაინც და მაინც არ გზაში 2 საათის და თუნდაც 1 საათი დილით 1 საათი საღამოს ეს არ არის ადვილი, რა თქმა უნდა. შეგვიძლია რომ დავალაგოთ პირველი უსაფრთხოება. შემდეგ რას ვითვალისწინებთ? განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. ანუ როგორ ნერგავს სიახლეებს. საერთოდ თანამედროვეობასთან რა კავშირშია. მასწავლებლები როგორ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერი რაც ახალია უარყოფენ. მასწავლებელი თუ არის ასეთი და სკოლაც მთლიანობაში თუ ასეთი მასწავლებლებით არის დაკომპლექტებული, ალბათ ჯობს, მაგრამ ნუ რაღაც ეჭვმეპარება რომ ასე იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით ზოგადად სისტემაში. მოდის ალბათ გეოგრაფია, ვითვალისწინებთ ეკონომიკურ მდგომარეობასაც და წყვეთ საჯარო სკოლა გურჩა
არჩევნია თუ კერძო სკოლა და ასე შემდეგ. დიახ, ბევრი მშობლისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მცირერიცხოვანი იყოს კლასები. ინფრასტრუქტურა საინჭება კიდე ძალიან დიდ მნიშვნელობას მშობლები და არის ეს პრობლემა ჩვენ სკოლებში. ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოებას რაღაცნაირად ვაერთიანებ და რეალურად მართლაც ასეა. რა თქმა უნდა, კარგი გარემო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის და კომფორტი მნიშვნელოვანი არის, მაგრამ არა ერთადერთი და არა ყველაზე მთავარი ალბათ. ძალიან დიდი მადლობა. უსაფრთხოება და განვითარებაზე ორიენტირებულობა. ეს არის ყველაზე მთავარი ალბათ რაც უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და ამ ახსე მიმართოს ძიების პროცესი. ძალიან დიდი მადლობა.